მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლარინგიალურ ნიღაბზე. რა არის ლარინგიალური ნიღაბი? როგორც ყველა სამედიცინო ინვენტარი, ჩვენ გვაქვს ახალშობილებიდან გერიატრიულ პაციენტებამდე. თქვენ ზევით ხედავთ, რომ მოწოდებულია ზომების მიხედვით, ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ლარინგიალური ნიღაბი როგორც ვიხმაროთ, როგორც ახალშობილზე, ასევე მხრთოვან პაციენტზე. რა არის ლარინგიალური ნიღაბი? აი ასე გამოიყურება და ეს არის ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი სახე, ანუ ამ დროს ჩვენ ვაძინებთ პაციენტს, ეს არის ზოგადი ანესთეზიის დროს, მაგრამ ნაცვლად ინტუბაციისა და იმ მილისა, რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ, ანუ ამ შემთხვევაში ხდება ლარინგიალური ნიღბის ჩადგმა. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად არის ანესთეზიოლოგის გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ როდესაც თქვენ გიხსნით, რომ ჩვენ არ ჩავდგავთ ყელში მილს, ანუ ინტუბაციას არ გავაკეთებთ, ჩვენ ვდგავთ ლარინგიალურ ნიღაბს, ეს უფრო მეტად ატრამულია, თუ კი გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპერაცია და თქვენი მდგომარეობა ამის უფლებას. ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვწყვეტთ და მაგაზეც გელაპარაკებით და გიხსნით ხოლმე თუ რატომ. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ლარინგიალური ნიღაბი ასე გამოიყენება, ჩვენ ვამოწმებთ ლარინგიალურ ნიღაბს მანამ მუშაობს თუ არა კარგად, შემდეგ ჩვენ აუცილებლად უნდა დავასხათ მას. ეს ჟელე, ნახეთ რა მარტივი პროცედურა არის. ამ ჟელეს შემდეგ ესე გადავანაწილებთ, ლუბრიკაციას ვახდენთ, გადავანაწილებთ კარგად და არანაირი ხელსაწყო ჩვენ ამისთვის არ გვჭირდება, რომ ინიცირება მოვახდინოთ ლარინგიალური ნიღბის. ნახეთ რა მარტივია, პაციენტს ხომ უკვე ძინავს თავისთავად. არანაირი ხელსაწყო არ გვინდა, უბრალოდ ამ ლარინგიალურ ნიღაბს საკმაოდ ესე კარგად დავაწვევით, ესე ძალიან მარტივად ხდება ამისი ჩადგმა. შემდეგ უნდა გავბეროთ და ნახეთ, ისევე სრულფასოვნად ხდება თქვენი ფილტვების ვენტილაცია და სუნთქება, როგორც ჩვეულებრივი ინტუბაციის დროს. ნახეთ, მე ახლა მას მივაერთებ და შეხედეთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფილტვები აქ ჩვენი მანეკენი უკვე ნახეთ, როგორ მარტივად ხდება. ეს არის ფილტვი 2 და ეს არის კუჭი, ხო? ანუ კუჭის სუნთქება არ ხდება თავისთავად, ხდება მხოლოდ ფილტვების ვენტილაცია. ხედავთ? ანუ ყველანაირი ხელსაწყოს გარეშე ხდება ძალიან მარტივად და მნიშვნელოვანია ზუსტად შევარჩიოთ ისეთი ოპერაცია და ისეთი პაციენტი, რომლისთვისაც ეს არის საჭირო და ცალსახად ეს არის ანესთეზიოლოგის გადასაწყვეტი. უბრალოდ მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა არის ლარინგიალური ნიღაბი და როგორ გამოიყურება იგი, რომ იცოდეთ. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, ჯერ იმიტომ, რომ გვაქვს ესეთი სიმულაციური ცენტრი, სადაც ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ ნამდვილად კარგად ავუხსნათ ჩვენს სტუდენტებს და მანეკენებზე კარგად დავახელოვნოთ, იმიტომ რომ სწორი მკურნალობა იწყება მანეკენთან მუშაობის შემდეგ და დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის, რომ გვაქვს საშუალება, რომ ინტრაოპერაციად ან საოპერაციოში გაჩვენოთ ეს ყველაფერი და იმის იმიტაცია თქვენთვის შევქნათ, რომ მარტივად მოვიტანოთ თქვენამდე ეს ინფორმაცია თუ როგორ ხმარობთ სხვადასხვა ხელსაწყოს. გისურვებთ ჯანმრთელობას. ეს ინფორმაცია თუ როგორ ვიყენებთ ყველა იმ ინვენტარს, როგორ ხდება მათი ჩადგმა, როგორ ხდება პაციენტის სუნთქება და ნებისმიერი მანიპულაცია სამედიცინო სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.